საქართველოს ტრაგედია იყო არა მარტო აფხაზების მუხაჯირობა, არამედ აჭარდანაც ხშირი იყო მუხაჯირობა. ჩვენი გვარი აი პირველი მუხაჯირობის დროს, როცა რუსეთი შემოაწვა აფხაზეთს ზემოდან, აი პირველად მაშინ წამოვედით ჩვენ, 3 ძმა ყოფილა, კუდბა, 2 ბათუმში დარჩენილა, 1 წასულა თურქეთში. 1 რამ უნდა მოგიყვეთ აი თურქეთში ყოფნის დროს. რა არის იცით რომ ჩავედი, ახლა რომ გავიკითხე თქვენი მდგომარეობა როგორია თქო. ესე იგი ჩამომithვალნენ გვარები, ვინც დღეს კუდბები, ვის გვარი, რა გვარებსაც ატარებენ და არც ერთი აფხაზური გვარი არა და ისე უსაყვედურე თითქოს თქვენ კუდბები როგორ ხართ და ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს და მიხვდეს რომ სასაფლაოს მაშინ შევედით. კარიბჭე გაიღო, შევედით და აბა წაიკითხე დამატარეს ახლა დამატარეს და კუდბა, ყველაზე კუდბა წერია არავით არის არც სახკოლი წერია და არც თავანი წერია, ესე იგი ის თურქული გვარები არა და ჩვენ მაინც ვიბრუნებთო, ჩვენ კი სხვა გვარს ვატარებთო, თურქულ გვარებს ვატარებთო, მაგრამ ჩვენ აფხაზებად ვრჩებითო. მე თევზს დღესაც არ ვჭამ. თევზს და წარმოიდგინე მამაჩემიც არ ჭამდა თევზს. და საერთოდ ჩვენს ოჯახში არ ჭამდნენ თევზს. მერე გავიგე თურმე აფხაზები რო გამორეკეს, ეს მეორე ტალღა იყო. მუხაჯირობის მეორე ტალღა, ფელუკებით წამოსულან. ფელუკებით. ფელუკაში 2-3 კაცი ეტევოდა და აქ ნაპირზეც არ გადმოუშვეს. ესე იგი რუსები და თურქები მოლაპარაკებული იყვნენ. რომ აქ კი არ დასახლებულიყვნენ საქართველოში აფხაზები, არამედ თურქეთში გასულიყვნენ. ფელუკა ამდენს ვერ გაძლევდა და შევდნენ წყალში და თევზები ჭამდნენ. თურმე მერე აფხაზები თევზს არ ჭამდნენ და ეს რო გავიგე ხო თითქოს აი სულიერად ვიცოდი ეს ამბავი, შეიძლება ისე არ ვიცოდი ინფორმაციით, მაგრამ აი სული მთხოვდა რომ არ მეჭამა ხორცი და პატივი მეცა იმ დაუბრუნებული აფხაზების მიმართ. აქ ჩვენთვის აფხაზებისთვის მშობლიურია ეს, მე სხვა მშობლიური ადგილი არც გამაჩნია. ესაა ჩემი მშობლიური ადგილი ბათუმი. ბათუმში დავიბადე, აქ ავიზარდე, სიცოცხლე აქ მწყურია და არსად შემეძლო თბილისში დარჩენა არ დავრჩი, იმიტომ რომ მაინც ბათუმი ეწოდა, ვინც ბათუმში დაიბადა რა, მას ძალიან უჭირს სხვაგან ცხოვრება. 2 შვილი ყავს, სპარტაკი უფროსი, ვაჟი, მხატვარია და ძალიან კარგი მხატვარია. მარტო ჩემი აზრი არაა ეს, ბათუმში ასე იციან, თბილისშიც იცნობენ და ქალიშვილი, ძალიან ნაზი ქალიშვილი ყავს ჩვენ და ბავშვებთან არის და საბავშვო ბაღში აღზრდელია. ეს ზუსტად მისი საქმეა ეს. წერალი, ჟურნალისტიც ვიყავი მე. რადიო კომიტეტში მუშაობდი 20 წელიწადს. მერე მწერალთა კავშირში 20 წელიწადს. ვარ პირველი პარლამენტის წევრი, ზვიადგამსახურდიას დროს ვიყავი და ჩემი საამაყო არის ის მიამაყება რომ ხელი მაქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. ება წაკინკლავება დაემდურებიან ერთმანეთს, მაგრამ სისხლი მაინც სისხლია და მაინც ის ურთიერთ მაინც შეარიგებს, ესე შერიგება მაინც მოხდება ძმებს შორის, რაც არ უნდა მტრად გადაიკიდო, მაინც მოხდება მათი შერიგება და აი სწორედ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია ალბათ საქართველოს ისტორიაში. აი ცნობა შორის, ესე იგი ხიდი ჩაინგრა რო იტყვიან. ჩვენ აქედან აფხაზები ჩასული ვიყავით პატრიარქთან და იქ სიტყვა ვთქვი, სიტყვა როგორი ახლა. რა იცი თბილისში რო ჩავდიოდი რა,
თუნდაც იმ დროს, როცა ეს კონფლიქტი მიმდინარეობდა, თუნდაც კონფლიქტის შემდეგ 1 წელი გავიდა 2, 3 და ასე შემდეგ, რა იცით, ყოველთვის ესე იგი თითქოს დამნაშავედ ვგრძნობდი თავს. საკუთარი თავის მეშინოდა რომ იტყვიან. უყურეთ, მე ხო აფხაზიც ვარ და ქართველიც ვარ და ეს იმას ნიშნავდა, ჩემში აფხაზ და ქართველი წაკიდებული იყო. წაკიდებული იყვნენ და როცა აფხაზი კლავდა ქართველს, ჩემში მაშინ ქართველი გვდებოდა. და როცა ქართველი კლავდა აფხაზს, ჩემში მაშინ აფხაზი გვდებოდა და ესე იგი თითქოს აი ორჯერ სიკვდილს განვისდიდი. იქ თქვი სწორედ, რომ აი ჩემში ქართველი და აფხაზი დააზავდნენ და შეერიგდნენ მეთქი და აი ასე მთელ საქართველოს და აფხაზეთში ასე დააზავდებიან ქართველები და აფხაზები და კვლავ აი ძმებად მოიხსენებიან. ახლა მე ასაკში ვარ და ისე არ მინდა მოვკვდე, რომ აი ეს შეერიგების მოწმე რომ არ ვიყო, რომ არ გავხდი.